ამას ვიწერ დიქტოფონზე. დღეს არის 2024 წლის 15 ოქტომბერი. არ ვიცი, რამდენი ხანი გრძელდება ეს კოშმარი, მაგრამ დაახლოებით 5 თვის წინ წავედი მიტოვებულ ფსიქიატრიულში. მიყვარდა ეგეთი ადგილები, მიყვარდა ექსტრიმი და ადრენალინი. ყოველთვის ვიყავი ასეთ საკითხებში დაინტერესებული, ასევე ასეთ ადგილებში ხანდახან პოვლობდი ძვირფას ნივთებს. ან ნივთებს, რომელსაც შემდგომში ვიტოვებდი სუვენირებად. ამ ფსიქიატრიულის მერე დაიწყო ეს ყველაფერი. ბინაში რომ დავბრუნდი, ყველაფერი კარგად იყო. მეც კმაყოფილი ვიყავი, რომ დღესაც ერთ-ერთი ვითომ საშიში ადგილი მოვიარე, მაგრამ საშიში მანდ არაფერი იყო. ფიქრობდი ეგრე. ნეტამ ცუდნოდა როგორ ცდებოდა. დარჩენილი საღამო გავატარე თამაში და სერიალების ყურებაში. ის შემდეგაც დავწექი დასაძინებლად. ღამის 4 საათზე ეს არსება ჩნდება ჩემთან და ყველაზე სადისტური მეთოდებით მკლავს. პირველი დღე არ იყო გამორიცხვა. გავიგე ნაბიჯების ხმა მისაღებში. თავისთავად დავხვდი და გავედი სანახავად, რადგან მარტო ცხოვრობ. მეგონა რომ ქურდები იყვნენ და კარები დამრჩა ღია, მაგრამ მისაღებში იდგა არსება, რომელიც ცოტათიც კი არ გავდა ადამიანს. თვალები წითელი, რქები და ძაღლივით იდგა. ორ ხელზე და ორ ფეხზე. მომენტალურად შევარდი საძინებელში, დავკეტე კარები, მაგრამ რა თქმა უნდა ამან მე არაფრით მიშველა. ერთი დარტყმით შემოლეწე კარები, შემოვიდა. მე კიდევ კუთხეში ვიდექი ბავშვით და არ ვიცოდი რა მექნა. რის შემდეგაც მომენტალურად წვდა თავისი კბილებით ფეხში. ფეხი მომაჭამა ერთ კბენაში და დამიწყო ცოცხლად ჭამა. არც ურტყავდი, არც ვეწინააღმდეგებოდი. ამას მე ვერაფრით ვერ მოვერეოდი. აი უკვე ხვდები, რომ მალე მოვკვდები. დავახელ თვალებს. გარშემო საძინებელი, საწოლი და მე ჩაფსმული შიშისგან. დავხედე ტელეფონს. იგივე დღე იყო, რაც გუშინ, მაგრამ გავიფიქრე, რომ კოშმარი იყო. ეგეთებიც ხო ხდება ხოლმე, მაგრამ ერთი ნიუანსი იყო. ასეთი რეალური სიზმარი მე ჩემი 27 წლის განმავლობაში ერთხელაც არ მინახავს. დარწმუნებისთვის ავდექი, გავიარ, ჩავიხედე სარკეში. ცოცხალი და ჯანმრთელი ვარ. უკვე ჩემს თავს დავაჯერე, რომ რეალისტური კოშმარი იყო და დავიწყე მიტოვებულს წასვლელად გამზადება. მაგრამ უცბად გადავიფიქრე, რადგან ასეთ სიზმრის მერე მაღაზიაში ჩასვლა ჯოჯოხეთის გზის გავლა მეგონებოდა. მთელი დღე ვიჯექი სახლში და რომ დაღამდა, დავწექი დასაცინებელი. ისევ გამეღვიძა 4-ზე. ახალ გაღვიძებულზე სულ დავიწყებული მქონდა ის სიზმარი, როგორც მე მეგონა და თამამად გავედი და გავაღე კარები. კარებში იდგა ჩემი მეზობელი, რომელმაც მითხრა, რომ წყალი ჩასდიოდა ჩემი აბაზანიდან. ერთი წამით გავტრიალდი, რომ გამეღო აბაზანის კარები და მინახებინა, რომ ყველაფერი კარგად იყო და არანაირი წყალი ჩემგან არ ჩასდიოდა. უკნიდან ვიგრძენი დარტყმა თავში. რომ ავიხედე, მეზობლის მაგივრად იდგა ისევ ის არსება. მე კიდევ კრეტინივით უყურებდი, რის შემდეგაც მომიჭირა ყელზე თავისი ხელები და ამიყვანა ჰაერში. ამჯერად ვეცადე დარტყმა, მაგრამ არანაირი აზრი მაგას არ ჰქონდა. ისევ გავიღვიძე დილით, ცივი ოფლით ტანზე, დავხედე ტელეფონს. იგივე დღე. მაგ დროს მივხვდი, რომ ეს უბრალოდ სიზმარი არაა. მაგრამ რა არის? ყოველ ღამე მკლავს და დილით მეღვიძება იგივე დღეს. ყველაფერი ვცადი. მაგალითად მეგობრებთან დარჩენა ღამით, მაგრამ ერთი წამი რომ გავიხედებოდი სხვა მიმართულებით ან თვალებს რომ დავახამხამებდი, ყველა ქრებოდა და ჩდებოდა ის არსება, რომელიც ყოველ ჯერზე მკლავდა სხვადასხვა მეთოდით და ყოველ ჯერზე უფრო სადისტური მეთოდით. ჯადოქრებთანაც ვიყავი მისული, ძალიან ბევრთან, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, უბრალოდ შარლატანები იყვნენ, რომლებმაც არც არაფერი იციან. არც ინტერნეტში იყო არანაირი ინფორმაცია ამაზე. ბოლო თვე ეს არსება გადავიდა უფრო სასტიკ მეთოდებზე. ახლა თავს იჩვენებს ჩემ ნათესავად, დედად, მამად, ძმად, დად და მკლავს ეგრე. დავიღალე. ყველაფერი ვცადე, მაგრამ აზრი არა აქვს. ვერაფერს გავწვდი. ამას წერი მიმედით, რომ ვინმე იპოვის და გიჟად არ ჩამთვლია და დამიჯერებ. არიაროთ მიტოვებულ ადგილებში, განსაკუთრებით ფსიქიატრიულში. მე კიდევ გადავწყვიტე, რომ ბოლო დღეა. დღეს ბოლო დღეა, როდესაც ეს არსება ასე მაძველებს
არ ვიცი რა უნდა ჩემგან. ალბათ ჩემი შიშით იკვებება. დღეს გავაკეთებ სუიციდს. 5 აკლია 4-ს. 5 წუთში ისევ როგორღაც მოხდება ჩემს ბინაში და ისევ მომკლავს. მომხნევებს ის აზრი, რომ ახლა ვერ გავიგებ როგორ მომკლავს და რა მეთოდით. გავედი ბალკონზე და გავუკიდე სიგარეტს. ჩემს საძინებელში გაჩნდა ისევე გარსება. ოღონდ ამჯერად ჩემი მამის ფორმაში. გაუმარჯოს. დღეს უნდა შეგატყობინო ჩემო ძვირფასო ჯუჯუხეთის არსება, რომ ბოლო დღეა, როდესაც ჩემი შიშით იკვებება. თქვი და გადავხდი მე-15 სართულიდან. გესმით, დადასტურებულია სიკვდილი. დღეს 2025 წლის 19 დეკემბერს. ასაკი დაახლოებით 30 წლის ბიჭმა ჩაიდინა თვითმკვლელობა, როგორც ჩანს. როგორც დავათვალიერეთ კამერები, იგი მე-15 სართულიდან გადმოხდა. მანამდე თავის თავს ელაპარაკებოდა რაღაცაზე, სამწუხაროდ კამერამ ხმა არ ჩაიწერა. ყოველ შემთხვევაში გთხოვთ ექსპერტ კრიმინალისტები გამოგზავნოთ ამ მისამართზე, რომ ზუსტი თვითმკვლელობის დრო და მიზეზები დადასტურდეს.